ჯერ საქართველოს ცხადია ხედავს საკუთარ როლს ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეთ ამ პროცესში იმისთვის რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაშიც და გადარჩენაშიც, იმიტომ რომ დღეს საკითხი ნამდვილად არ დგას პოლიტიკურ კონიუნქტურაში, საკითხი ზე პოლიტიკურია, ზე პარტიულია, ეს არის ეროვნული საკითხი. ქართული სახელმწიფო საჭიროებს გადარჩენას, ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრიობას შეუქმნა სერიოზული საფრთხე. შეთანხმება ქართულ ხალხთან, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, რაც ქართულ ხალხს სჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფო ისეთ სისტემას ავაშენებთ და აქ ხალხის მხარდაჭერაა საჭირო, რომ ხალხს ექნება დარწმუნებული პოზიცია, რომ ძალაუფლების მითვისება საქართველოში ვეღარ მოხდება. ასევე გჭირდება შეთანხმება მაგალითად ბიზნესთან, რომ ხელისუფალი აღარ ჩაერევა ბიზნესში და არ გახდება ბიზნესის ზეწოლის ნაწილი. შესაბამისად, აი ესეთი ფართო საზოგადოების შეთანხმება გჭირდება იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ და გაცილებით უკეთესი ხელისუფლება გქონდეს. ჩვენ გარკვეულწილად დავკარგეთ საზოგადოებაში დაიკარგა იმედი, რომ შეიძლება უკეთესი ხელისუფლება იყოს, იმიტომ რომ შიშებზე არის манипуляცია, რომ გეგონება თუ არ იქნება ქართული ოცნება, იქნება მაინც უარესი ვითარება. ჯერ საქართველოს პოზიცია არის, რომ პირიქით ქართული ოცნება როცა არ იქნება, ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ იყოს გაცილებით უკეთესი ხელისუფლება, ვინც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს გააკეთებს.